$1921 წელს თბილისში წითელი არმია შემოვიდა. დაწესდა ახალი კანონები. გაუქმდა კერძო საკუთრება. აიკრძალა მიწის ყიდვა-გაყიდვა. მოხდა საცხოვრებელი შენობების ნაციონალიზაცია. ახალი წესების მიხედვით ერთ ადამიანს ნორმირებული 8 კვადრატული მეტრი ეკუთვნოდა. მეტი ფართობი ზედმეტ ფართად ითვლებოდა. ვისაც ბინაში 3 ან მეტი ოთახი ჰქონდა, ზედმეტ ოთახებში უცხო ადამიანები შეუსახლეს. ეს იყო შემჭიდროება, ანუ შევიწროება. საბჭოთა კავშირში წესები ყველას არ ეხებოდა. ჩამორთმეულ საუკეთესო ბინებში პარტიული და უშიშროების მუშაკები შესახლდნენ. დაიწყო ბინების გადანაწილება. გარეუბნებში, ბნელ და ნესტიან სარდაფებში მცხოვრები პროლეტარიატი ცენტრალურ უბნებში, ნათელ და ფართო ბინებში მცხოვრებ ბურჟუაზიას შეუსახლეს. თუ ადრე ერთი ბინა ერთ ოჯახს ეკუთვნოდა, შემჭიდროების შემდეგ ერთი ბინის სხვადასხვა ოთახში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა. ასე გაჩნდა კომუნალკები. ბინები გადაიტიხრა. დიდი ოთახები კედლებით გაიყო. ახალი თანამობინადრეები სამზარეულოს და სველ წერტილებს იყოფდნენ. საერთო სამზარეულოებში და თხელი კედლებით გაყოფილ ოთახებში ძნელი იყო ფიქრების დამალვა. ოთახებიდან ხმა გამოდიოდა. მეზობლებს ერთმანეთის ლაპარაკი ესმოდათ. კომუნალკები ერთმანეთის მიყურადების, მოსმენის ადგილად იქცა. ბინები გადაივსო. საბინაო კრიზისი ქალაქს გასაბჭოებამდეც აწუხებდა. ინდუსტრიალიზაციასთან ერთად სოფლებიდან მოსახლეობა ქალაქისკენ მოიწევდა. ქალაქი იზრდებოდა. სახლები ადამიანებს ვეღარ იტევდა. საბჭოთა კავშირში საბინაო პოლიტიკა ახალი საბჭოთა ადამიანის შექმნის იარაღად იქცა. 30-იან წლებში თბილისის ახალი გენერალური გეგმა დამტკიცდა. კაპიტალისტური ქალაქებისთვის დამახასიათებელი ქოხმახები საბჭოთა თბილისში ახალმა, კეთილმოწყობილმა მუშათა კვარტლებმა ჩაანაცვლა, ასე წერენ მაშინდელ პრესაში. ახალი ბინის მიღება სამუშაო ადგილთან იყო დაკავშირებული. სახლები შენდებოდა რკინიგზელებისთვის, სხვადასხვა ფაბრიკის მუშებისთვის, მსახიობებისთვის, აკადემიკოსებისთვის. მუშების სახლები ფაბრიკებთან, მეცნიერების კი უნივერსიტეტთან ახლოს გეგმარდებოდა. საბჭოთა ნომენკლატურისთვის, პარტიული და უშიშროების მუშაკებისთვის სახლები ცენტრალურ უბნებში შენდებოდა. ბინები დიდი და მაღალჭერიანი იყო. ამ სახლებში ხშირად ბინებს ინტელიგენციის წარმომადგენლებსაც აძლევდნენ. 4 ოთახიან ბინას პარტიის ერთგული, დამსახურებული კულტურის მუშაკი იღებდა. ბინა იქცა ჯილდოდ. ვინც პარტიის ერთგული იყო, მას კარგი ბინა ჰქონდა. $1927 წელი საბჭოთა რეპრესიების ყველაზე სასტიკი წელი იყო. შუაღამით სადარბაზოში ფეხის ხმა და ბინის კარზე ბრახუნი ხალხს თავზარს სცემდა. ათასობით ადამიანი დაიჭირეს, გადაასახლეს და დახვრიტეს. ქალაქში შიშმა დაიდო ბინა. ადამიანის დაბეზღების მიზეზი ხშირად მისი ბინის ხელში ჩაგდების სურვილიც ყოფილა. რა არ გამხდარა დასმენის საბაბი? სტალინზე ან ბერიაზე გადაბრუნებული სიტყვა თუ ბოლშევიკების პოლიტიკის გაკრიტიკება? სუფრასთან რომელიმე რევოლუციონერზე ხუმრობა ან სულაც ფიქრები მიმავალი კონტრრევოლუციისკენ? განაჩენი ტროიკას გამოჰქონდა, სასამართლოს გარეშე, დახვრეტა ან გადასახლება.
ოჯახს ბინიდან ასახლებდნენ. ქონება კონფისკაციას ექვემდებარებოდა. ნივთებს პარტიული მუშაკები და ჩეკას თანამშრომლები ინაწილებდნენ. დანოსის დამწერი ხშირად ჯილდოდ რეპრესირებულის ბინას იღებდა. ასე შენდება, ასე ლამაზდება ჩვენი თბილისი, საქართველოს გული, საქართველოს თვალმარგალიტი. $1961 წლის პარტიის ახალი პროგრამის მიხედვით, მომდევნო 10-12 წელიწადში ბინების უკმარისობას ბოლო უნდა მოღებოდა. ნიკიტა ხრუშოვმა დადო პირობა, რომ ყველა საბჭოთა მშრომელს ექნებოდა კეთილმოწყობილი ბინა. დაიწყო მიკრორაიონების მშენებლობა. ტიპური შენობები 4 ან 5 სართულიანი იყო. ბინები პატარა და დაბალჯერიანი. ამ სახლებს მოსახლეობამ ხრუშოვკები შეარქვა. საკუთარი სამზარეულო და სველი წერტილები ხრუშოვკებს სასურველ ბინებად აქცევდა. ბინა საბჭოთა მოქალაქეს უფასოდ გადაეცემოდა. ჯერ განცხადება უნდა დაგეწერა, სამუშაო ადგილიდან რეკომენდაცია მიგეღო და გაგევლო ბიუროკრატიის უსასრულო დერეფანი. ბინის რიგები გრძელი იყო. რიგში დგომა შეიძლება წლობით გაგრძელებულიყო. რიგს ნაცნობობა და ქრთამი ამოკლებდა. კარგი ბინის მიღებას კარგი მფარველი სჭირდებოდა. რაც უფრო პრესტიჟულად ითვლებოდა უბანი, მით უფრო კარგი კავშირები და ძვირფასი საჩუქარი იყო საჭირო. 70-იან წლებში ჩრდილოვანი ეკონომიკა გაძლიერდა. კავშირების საზოგადოებაში ვის იცნობდი, განაპირობებდა, სად ცხოვრობდი, რა გეცვა, რა სჭამდი და სად სწავლობდა შენი შვილი. კარგი კავშირების მქონე ადამიანს ასეთი ხრიკებით რამდენიმე ბინა ჰქონდა. კავშირების გარეშე დარჩენილი მშრომელი კი ბინას წლობით ელოდებოდა. მშვიდობისა და მეგობრობის მარშად იქცა დედაქალაქის მშრომელთა მასობრივი მანიფესტაცია, რომელიც კონსტიტუციის სახელობის მოედანზე გაიმართა. ეს იყო წარმოჩინება ბრძოლისა და გამარჯვებების იმ გზებისა, რომლებიც საბჭოთა კავშირის ყველა მოძმე ხალხთან მხარდამხარ, ხელი-ხელთ ჩაკიდებულმა გაიარა საბჭოთა საქართველო. ეს იყო საბჭოთა კავშირის ხალხთა ურღვევი მეგობრობის, მშვიდობისა და
კომუნიზმის იდეალებისადმი საბჭოთა საქართველოს მშრომელთა უსაზღვრო ერთგულების დემონსტრაცია. საქართველოში ტრადიციულად ადამიანები დიდ ოჯახებად ცხოვრობდნენ. 80-იან წლებში ოჯახები მართლაც გაიზარდა. ახალგაზრდები ქორწინდებოდნენ, აჩენდნენ შვილებს და მშობლებთან ერთად ვიწრო ხრუშჩოვკებში ვეღარ ეტეოდნენ. მშენებლობის ტექნოლოგიები განვითარდა. ხრუშჩოვკები პანელურმა მაღალსართულიანმა კორპუსებმა ჩაანაცვლა, მაგრამ მოსახლეობის ბინებით დაკმაყოფილება საბჭოთა ხელისუფლებას მაინც უჭირდა. 80-იანი წლების ბოლოს მაცხოვრებლებს კორპუსებზე ინდივიდუალური მიშენების ნება დართეს. მოსახლეობამ საბჭოთა კორპუსებს ოთახები მიაშენა. მიშენება გრძელდებოდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც 90-იან წლებში. ზოგი 5-სართულიანი ხრუშჩოვკა 11-სართულიან კორპუსად გადაიქცა. ბინები იყიდებოდა მიშენების ან დაშენების პერსპექტივით. საბჭოთა კავშირი შევიწროებით დაიწყო და გაფართოებით დასრულდა. დღეს შუადღისას თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩაზე ჩამოინგრა ნევროლოგიის ინსტიტუტის წინ მდებარე 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზოს ბინებზე მიშენებული ლოჯიები. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. საბჭოთა კავშირი დაიშალა. საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა. დაიწყო არეულობა. ომები აფხაზეთში და სამაჩაბლოში, სამოქალაქო ომი, კრიმინალური დაჯგუფებები ქვეყანას ერთდროულად დაატყდა თავს. ამ ცივი, სისხლიანი დეკემბრის ბოლო დღეებში პრეზიდენტის მომხრეება გააფთრებული იერიში მიიტანეს საცხოვრებელ სახლებზე. არავინ იცის, ვინ გასცა ეს უკეთური ბრძანება. ბესიკის ხუთში ერთი ხანდაზმული მანდილოსნის გარდა აღარავინ დარჩენილა. გახიზნულა ყველა. არის მინა, გვარდიელთა ვედრება მოხუცმა. აქ დავიბადე და სიკვდილსაც ჩემს ჭერქვეს უნდა შევხვდეო უთქვამს. რა ბედი ეწია იმ დარბაისელ ხალს? არავინ. იცის რა ძმებო რა იცია რა მეომარი ხალხია თო პირველად კი არ აქვს ავტომატი. არ უნდა სალდები. გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა არეულობის პირობებში საქართველოსთვის მტკივნეული აღმოჩნდა. ქვეყანა გაჩერდა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაკარგა დანაზოგი. გაჩერდა ქარხნები და ფაბრიკები. მოიშალა ყველაფერი, ცენტრალური გათბობის თუ სატრანსპორტო, საპენსიო თუ სახელფასო სისტემები. ხელფასები და პენსიები იყინებოდა. იყინებოდნენ მოქალაქეებიც. არ იყო არც დენი, არც ცხელი წყალი. ზამთარში სახლებში ციოდა. პროდუქტების მაღაზიები დაცარიელდა. პურის საყიდლად 12 საათიანი რიგები გამთენიისას იწყებოდა. სახელმწიფო ქონება კრიმინალურმა დაჯგუფებებმა და მაშინდელი მთავრობის წარმომადგენლებმა გადაინაწილეს. წელს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა გამოსცა ბრძანება ბინების პრივატიზაციის, უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ეკონომიკური კრიზისის ფონზე ამ ნაბიჯს მოსახლეობისთვის შოკი უნდა შეემსუბუქებინა. პრივატიზაციის შედეგად საქართველოში მოსახლეობის 90% საკუთარ საცხოვრებელს ფლობდა.
აფხაზეთში და სამაჩაბლოში ომის დროს 250,000-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სახლი. 250,000-ზე მეტმა დევნილმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში შეაფარა თავი. პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გამოაცხადა, რომ დევნილებს შეეძლოთ დროებით ცარიელ შენობებში დაედოთ ბინა. იძულებით გადაადგილებულმა ათასობით ადამიანმა თავის სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს, სასტუმროებს, ბაღებს, სკოლებს, საავადმყოფოებსა და სხვა დაწესებულებებს შეაფარა. საბჭოთა სასტუმროები და სანატორიუმები ივერია, ოქროს საწმისი, საქართველო და სხვა ომმა თავშესაფრებად გადააქცია. დროებითი მუდმივად იქცა. აფხაზეთში დაბრუნების დაპირება არ სრულდებოდა და წლებთან ერთად უფრო და უფრო შეუძლებელი ჩანდა. წლები გადიოდა და ომს გამოქცეული ოჯახები სასტუმროების ნომრებში თუ საავადმყოფოების პალატებში აუტანელ პირობებში ცხოვრობდნენ. 90-იანი წლების მეორე ნახევარში მშვიდობამ დაისადგურა. ქვეყანა კორუფციაში იხრჩობოდა. კორუფცია იყო ყველგან, უნივერსიტეტში, მილიციაში, სასამართლოში. 2003 წელს საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა. ახალგაზრდა მთავრობამ კორუფციას ბრძოლა გამოუცხადა. 2005 წლიდან რადიკალური ეკონომიკური რეფორმების გატარება და სახელმწიფო ქონების აგრესიული პრივატიზაციის პროცესი დაიწყო. გაიყიდა სასტუმროები და დაწესებულებები. იქ მცხოვრებ დევნილებს კომპენსაცია ან ქვეყნის სხვა ქალაქში გადასვლა შესთავაზეს. თანხა მცირე იყო. სხვა ქალაქში გადასვლა ცხოვრების ისევ თავიდან დაწყებას ნიშნავდა. ზოგი შეთავაზებას დათანხმდა, ბევრი არა. დაიწყო ძალადობრივი გამოსახლებები. დევნილებს სახლიდან პოლიციის და სპეცნაზის საშუალებით ყრიდნენ. დევნილები აპროტესტებდნენ, აქციებსაც აწყობდნენ, მაგრამ ხშირად ამ აქციებს მათ გარდა არავინ ესწრებოდა. ათასობით ადამიანმა დროებითი, მაგრამ უკვე შეჩვეული სახლი მეორედ დაკარგა. ტურისტების თვალისგან დამალულ და კაპიტალისთვის უინტერესო გარეუბნებში, პატარა ქალაქებში და დაბებში დევნილები დღემდე საბჭოთა, უკვე ამორტიზებულ შენობებში ცხოვრობენ. სახლში დაბრუნების იმედი აღარავის აქვს. ზოგს პატარა ოთახები დაუმტკიცეს, ზოგი კი გრძელ რიგში ცენტრალური ქალაქებისგან და უბნებისგან მოშორებით აშენებულ კორპუსებში ელოდება ბინას. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, საზღვრები გაიხსნა. არეულ ქვეყანაში სამუშაო ადგილები ცოტა, ხელფასები დაბალი იყო. ადამიანები უკეთეს ცხოვრებას საზღვარგარეთ ეძებდნენ. წასვლა არ იყო ადვილი. საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას ფული სჭირდებოდა. ვიზა, ბილეთი, სხვა ხარჯები ცოტა არ ჯდებოდა. ხარჯების დასაფარად ბევრმა ბინა გაყიდა. დასავლეთის ქვეყნებში სამუშაოდ ძირითადად ქალები მიდიოდნენ. ქალები წლობით მუშაობდნენ მომვლელებად, საქართველოში ოჯახს ფულს უგზავნიდნენ და ბინის საყიდლად თანხას აგროვებდნენ. ბინა ინვესტიცია იყო. თუ ემიგრანტი რამდენიმე ბინის ყიდვას შეძლებდა, გააქირავებდა და სამშობლოში დაბრუნებულს ყოველთვიური შემოსავალი ექნებოდა. 2000-იან წლებში ბევრმა ემიგრანტმა წლობით ნაგროვები თანხა ახალ მშენებლობაში ჩადო. ბევრს დღემდე არ მიუღია კუთვნილი ბინა. 2004 წლიდან მშენებლობა გაადვილდა. გაუქმდა სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირება. გამარტივდა ნებართვის გაცემის წესი. საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა შემოსავლიან ბიზნესად იქცა. მშენებლები ხშირად ან თვითონ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ან გავლენიანი მფარველები ჰყავდათ. ძველ უბნებში ახალი, უშნო კორპუსები წამოიჭიმა. ქალაქმა სახე იცვალა. ცენტრალურ უბნებში ბინები უფრო სწრაფად და სარფიანად იყიდებოდა. ცარიელი მიწის ნაკვეთები არ იყო. ამიტომ დეველოპერები ერთ ან ორ სართულიან სახლებს პოულობდნენ. მეპატრონებს უთანხმდებოდნენ დავანგრევთ და ახალ კორპუსში რამდენიმე ბინას მოგცემთო. 10 ან მეტ სართულიანი სახლის აშენების ნებართვას იღებდნენ და სახლს ანგრევდნენ. ეს იყო სამშენებლო პირამიდა. კომპანიებმა ჯერ არაშენებული ბინების გაყიდვა დაიწყეს. ჰაერის გაყიდვა. მყიდველი საფასურს სრულად იხდიდა. წინასწარი გაყიდვებით შემოსული თანხები კომპანიის ხელმძღვანელების პირად მიზნებს, ან სხვა
ახალი სამშენებლო პროექტების დაწყებას ხმარდებოდა. მშენებლობა იწყებოდა, მაგრამ ვერ მთავრდებოდა. მოსახლეობის წინასწარ გადახდილი ფული გაქრა. რამდენიმე ათასი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ეს სახლები დღემდე არ დასრულებულა. დამოუკიდებელ საქართველოში ბინა სამაშველო რგოლად იქცა. ბინა იყო შიმშილისგან, ავადმყოფობისგან, ან სხვა მოულოდნელი გასაჭირისგან თავდაცვის გზა. ზოგი ნელ-ნელა აპატარავებდა ბინას, გაყიდიდნენ, უფრო პატარას იყიდიდნენ და დარჩენილი ფულით თავი გაჰქონდათ. ბევრი ბინის ფულით საქმეს იწყებდა. ზოგი ბინას გადაუდებელი ოპერაციის გასაკეთებლად ან ოჯახის წევრის უსამართლო პატიმრობიდან გამოსახსნელად ყიდიდა. ბინა წლების მანძილზე იყო და არის გაღარიბებული და ყველა სოციალურ გარანტიას მოკლებული მოსახლეობის იმედი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ინდუსტრიული და საკურორტო საბჭოთა მემკვიდრეობა მთავრობის წევრებმა და მათთან დაახლოებულმა პირებმა გადაინაწილეს. ბინებს ბანკებმა და მევახშეებმა დაადგეს თვალი. 90-იან წლებში ბევრი ბანკი გაქრა მათთვის მინდობილ დანაზოგთან ერთად. ვარდების რევოლუციიდან მალევე საბანკო სისტემამ მოსახლეობის ნდობა მოიპოვა. შეიცვალა კანონები, გამარტივდა კრედიტების გაცემის წესი, განხორციელდა ფინანსური სისტემის დერეგულაცია. ახალი კანონები კრედიტორებს მოერგო. შეიქმნა მოვალეთა რეესტრი. გაუქმდა ფიზიკური პირის გაკოტრების კანონი და საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი. გამარტივდა საკუთრების ჩამორთმევა. ბანკებს მიეცათ არაპროფილური საქმიანობის უფლება. დაწესდა საპოლიციო გამოსახლების წესი. დავალიანებულებს სახლიდან სასამართლოს გარეშე პოლიციის დახმარებით ასახლებდნენ. 2005 წლიდან საკრედიტო ბუმი დაიწყო. სესხების ჯამური მოცულობა 85%-ით გაიზარდა. სესხების უზრუნველყოფისთვის ბანკები ბინის ჩადებას ითხოვდნენ. გაღარიბებულ მოსახლეობას მეტი არც აღარაფერი გააჩნდა. უმეტესობამ 90-იან წლებში გაყიდა, რაც ჰქონდა, ოქროს და ვერცხლის სამკაული, ჭურჭელი თუ სხვა ძვირფასი ნივთები. ბინა იქცა ვალის გადახდის გარანტიად. კონტრაქტების რთულ იურიდიულ ტერმინებში დაკარგული ადამიანები გულუბრყვილოდ აწერდნენ ხელს სესხის კაბალურ პირობებს ბინის უზრუნველყოფით. ბანკები მომხმარებელს სრულ ინფორმაციას არ აწვდიდნენ, ან ხშირად სესხებლები შეცდომაში შეჰყავდათ. 2013 წლის კვლევის მიხედვით, ოჯახების 44%-ს ფული ნასესხები ჰქონდა სამედიცინო ოპერაციისთვის, წამლებისთვის, გირაოს ან საპროცესოს გადასახდელად, ემიგრაციაში წასასვლელად ან უბრალოდ საარსებოდ. ვისაც ბანკი სესხს არ აძლევდა, მევახშეებთან მიდიოდა და პროცენტიან ვალს იღებდა. მევახშეს ბანკის სესხის გადასაფარადაც მიმართავდნენ, ბინის გადარჩენის იმედით. მევახშეების ინტერესი ბინის ხელში ჩაგდება იყო. სასოწარკვეთილი ადამიანი ბანკის ხაფანგიდან მევახშის ხაფანგში ინაცვლებდა. პროცენტიანი ვალის აღებისას სესხებელი მევახშეს თვეში აღებული თანხის პროცენტს უხდის, თუმცა სესხს ამ პროცენტით არაფერი არ აკლდება. თუ ადამიანი პროცენტს ვერ გადაიხდის, ბინა მევახშეს რჩება. მევახშესთან დაწყებული სასესხო ურთიერთობის დამთავრება ძალიან ძნელია. ხელშეკრულება მხოლოდ 6 თვიანია. ყოველ 6 თვეში ერთხელ მისი თავიდან დადებაა საჭირო. ხელშეკრულების დადებისას სესხებელი თავიდან იხდის ნოტარიუსის და შუამავლის ხარჯებს, წინასწარ ფარავს 3 თვის გადასახადს. ამ ხარჯების დასაფარად ყოველ 6 თვეში უფრო და უფრო მეტის სესხება უწევს. ვალი იზრდება. დგება დრო, როდესაც სესხის ხელშეკრულების განახლებაზე მევახშემ სესხებელს უარს ეუბნება და ვალის სრულად დაფარვას თხოვს. ბანკებში და მევახშეებთან ჩადებული ბინები
აუქციონის წესით იყიდება. იძულებითი აუქციონის ჩატარების წესით აუქციონზე გატანილ ქონებას ფასი აკლდება. სულ 3 აუქციონი ტარდება. ბოლო აუქციონზე ქონება სიმბოლურ ფასად იყიდება. ხშირად აუქციონი ისე ტარდება, რომ ბინის მეპატრონე მის შესახებ არაფერი იცის. ბოლო აუქციონზე ბინას თვითონ ბანკი ან კერძო მევახშე ყიდულობს. შემდეგ საქმეში აღსრულების პოლიცია ერთვება და ოჯახს ბინიდან ასახლებს. ოჯახი ღიაცის ქვეშ რჩება. აი მეგობრებო, ხედავ. პოლიცია შემოვიდა სახლში მეგობრებო და ოჯახს ზამთრის სიუ დღეს ქუჩაში ტოვებს ქართული ოცნება ოფიციალურად ეს დღევანდელი მოქმედებებით შეგვიძლია ვთქვათ რომ გარიგებულია სამევახშეო სისტემასთან და მზადაა პოლიციური ძალები ძალადობრივად საკუთარ მოქალაქეებს გაუსწორდეს და ხედავთ ეხლა რა ხდება
გამოსახლების გაჩერება და საბინაო პოლიტიკა, ანუ ყველა სახლი გვჭირდება იმისთვის, რომ ქართველი ქალები არ გადაიხვეწნონ სამუდამოდ ამ ქვეყნიდან, იმისთვის, რომ მათ შვილებს ჰქონდეთ თავზე ჭერი. გამოსახლების გაჩერება და საბინაო პოლიტიკა გვჭირდება იმისთვის, რომ ქართველ ქალებს არ სჭირდებოდათ სუროგაციისთვის მიმართვა იმისთვის, რომ მათ შვილებს ჰქონდეთ თავზე ჭერი. საბინაო პოლიტიკა გვჭირდება იმისთვის, რომ ყველა ბანკის გავალიანებული არ ვიყოთ. საბინაო პოლიტიკა გვჭირდება იმისთვის, რომ მიწის ნაგლეჯებზე იქნება ეს აფრიკის დასახლება, ლილოს დასახლება თუ ვერ ეს ხეობა. არ გვიწევდეს, რომ სახელდახელო ბარაკები ვაშენოთ. ყველანაირი ღირსეული კომუნიკაციის მიღმა იქნება ეს გზა, იქნება ეს წყალი, იქნება ეს შუქი თუ სხვა. სახლი ყველას გულისხმობს სტუდენტურ საცხოვრებელსაც. იმისთვის, რომ სტუდენტები არ იყვნენ ყოველდღიურ ხართ-აღრიცხვაში იმისთვის, რომ დღეს წამალი იყიდონ, ჭამონ, სინამდვილეში რომ უნდა ფიქრობდნენ, წერდნენ და კითხულობდნენ. ჩვენ გვინდა, რომ ყოველდღიურობა, რომელიც ახლა ჩვენი ძარცვის და გაგატაკებითაა მოცული, ღირსეული დღით შეიცვალოს და ეს ჰორიზონტი, რომელიც ამ ბოლო 100 დღეში დავსახეთ ერთმანეთის თანადგომით, ერთმანეთის გაძლიერებით და გამრავლებით, ამის იმედს იძლევა. ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოცხადდეს ქვეყნის მასშტაბით მორატორიუმი უკანასკნელ საცხოვრებელზე. შეჩერდეს და აიგრძელოს ადამიანების უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლება. მეორედ ვერავინ გაბედოს ის, რაც ჩვენ ვნახეთ კეკელიძეზე. მეორედ ვერავინ გაბედოს, რომ ძალადობრივად გამოასახლოს ადამიანი თავისი სახლიდან. ამ ქვეყანაში არავინ აღარ უნდა იცხოვროს შიშით, რომ თავისი სახლიდან ვინმე გამოასახლებს.